ჩემთანაც მოვიდნენ ხალხი, რომელმაც მითხრა, რომ მიეცითო ხმა ოპოზიციასო ივანიშვილსო. და უარი რომ მიიღეს ჩემთან ცივი უარი, აგიტაციას აწარმოებდნენ ჩემს მიმართ, აგრესიულად მომმართეს, რომ რატო ხართ აქ და ოქმის შედგენასაც აპირებდნენ ჩემს მიმართ. ოპოზიციიდან ვინცაა წარმოდგენილები, მათ გონიათ რაღაც რომ სხვანაირი პროცესი მიმდინარეობს. მე მოუწოდე როცა გავხსენით უბანი, რომ უბანზე არ მოხდეს არაფერი და იყოს ეს ყველაფერი გამჭირვალე, აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელი იკავებს თავს ამაზე. ერთ-ერთი არის ვალიკო შენგელია, ესეთი აქტიური, რომელიც მიუთითებს თავის წევრებს, თავისათვლის ის და არა მარტო ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ საქართველოს გადარჩენის აქ და ეს არჩევნები უნდა იყოს გამჭირვალე. აი რაც მოვედით 7 საათის მერე მის დამშვიდებას უნდებით კომისიის წევრებს უშლის მუშაობაში ხელს და მიუთითე რამდენიმეჯერ შეინიშნება ზოგიერთი მხარისკენ მოუწოდებს რაღაც მოწოდებებით რომ ჩვენ გადავარჩინოთ საქართველოს ასე გავაკეთოთ. ეს არის ოცნებიდან წარმოდგენილი დამკვირვებელი ოპოზიციური პარტიიდან და მე არ ვიცი რა მიზნით სვავენ ასეთ ადამიანებს დამკვირვებლებად, გაწონასწორებული არ არის და რა ვიცი ხანდახან შეურაცხყოფელი წინადადებებითაც გამოდის რა.